ხატი შემდგომ გადაეცემა სერბეთში ტუმანას მონასტერს, საიდანაც არის ჩამოსული მამა მიქაელი თავის თანმხლებ პირებთან ერთად და როგორც თვითონ მოგვიყვნენ ანუ კვირას 2 ნოემბერს, როდესაც არის მამა გაბრიელის ხსენების დღე, იმ დღეს მონასტერი იზეიმებს მამა გაბრიელის წმინდა ნაწილის ჩაბრძანებას სერბეთში და როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ეს პირველად ხდება, რომ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილი ჩაბრძანდა სერბეთში. და იქ მრავალი ადამიანი ელოდება ამ სიწმინდეს. საოცარია, რომ საქართველოს გარეთ ადამიანი, რომელიც თავის დროზე, მისი ცხოვრების დროს იყო ბევრისათვის, ასე ვთქვათ, გაუგებარი, ბევრი მიიჩნევდა მას ხან ავამტყობად, ფსიქიურად, ზოგი ცოდვილად, ზოგი ლოთად და ასე შემდეგ. და ამავ დროს იყო, რა თქმა უნდა, მამა გაბრიელისადმი ძალიან დიდი და მოგრძალებული დამოკიდებულება სასულიერო პირების, ერის ადამიანებისაც, მაგრამ ისინი მცირე იყვნენ, შედარებით ვამბობ. და მე თვითონაც მამა გაბრიელს რომ მოვესწარი, მასთან გასაუბრების მქონდა საშუალებაც, სხვადასხვაგვარად ვისმენდი, ზოგი ამას ამბობდა, ზოგი კიდევ სხვა რამეს ამბობდა და ასე ვთქვათ, გარკვეულად ჩემთვისაც დამამნელებელი იყო ეს დამოკიდებულება, თუმცა ამავ დროს ხედავდი ჩემი მოძღვრის მეუფე დანიელის დიდ სიყვარულს მამა გაბრიელისადმი და თვითონ მამა გაბრიელის დამოკიდებულებას მეუფისადმი და სხვა ადამიანებისადმი და მაგრამ აი მისი გარდაცვალების შემდგომ თითქოს აიხადა ის საფარველი, რომელიც იყო მამა გაბრიელზე და მრავალმა ადამიანმა, მთელმა საქართველომ გაიგო მის შესახებ. ცხეთელები მას ასე იხსენებენ, თვითონ მათგან მოსმენილს ვამბობ. აიო, დღისით დილითო გამოვიდოდითო, ზოგჯერ სამსახურში რომ უნდა წავსულიყავთვითო, სანაგვიდან თავს ამოყოფთაო. და ხა წარმოიდგინეთ, ეს ხდება კომუნისტურ პერიოდში, კომუნისტების დროს. და რა სიტყოდა ადამიანი, გიჟი არისო, გადარეული არისო, ასე ექცევდა. აი ამ ყველაფრის უკან როგორი დიდი სიწმინდე იდგა. და ეს სიწმინდე ღმერთმა აი თვალსაჩინო გახადა უამრავი ადამიანისათვის. მრავალი ადამიანი ჩამოდის მამა გაბრიელთან, ჩამოდიან უცხოეთიდან, ბელორუსი, უკრაინა, რუსეთი, სერბეთში ახდენს ის სასწაულებს. საბერძნეთში ითარგმნება მისი ცხოვრება და მის შესახებ იქ იციან, ათონის მთაზე იციან.
რუმინელები ჩამოდიან აი დღეს ჩვენთან არის მამა ლეონტი თქვენ იცნობთ ის სახურებაზეც იყო ჩვენთან სახურობდა ბულგარელები ჩამოდიან მამა გაბრიელი გახდა საყოველთაო წმინდანი ისე როგორც არის სერაფიმე საროველი ისეთი როგორც არის იუსტინე პოპოვიჩი ისეთი როგორც არის მამა პაისი მთაწმინდელი აი ბოლო დროის თუნდაც თუ თქვა შეიძლება სერაფიმე საროველი ცოტა ადრე იყო მაგრამ ჩვენთვის თქვა მატრონა მოსკოველი რომლისათვის დღეს მრავალი მივმართავთ მას ჩვენს ლოცვაში თხოვთ შეწევნას მამა კლეოპა რუმინეთის ეკლესიის შვილი და აი ეს წმინდანები მე-20 საუკუნის შვილები არიან რომელთაც ღვთისაგან დიდი სიწმინდე მიიღეს იმიტომ რომ ყველაზე რთულ და მძიმე დროს ისინი დარჩნენ ერთგული ღვთისა და არა მხოლოდ ერთგული არამედ ერთგულებასთან ერთად იტვირთეს ღვაწლი ღვაწლი დევნის შეურაცხყოფის წუხარების ტკივილის პირადი ღვაწლიც და ჩვენ 21 საუკუნის შვილებს სხვებიც იყვნენ მათთან ერთად ღვთის წყალობით უფალმა ასეთი ხალხი აი ჩვენთვის 21 საუკუნის ქრისტიანებისათვის ასეთი ხალხი ესე თქვათ გამოგვიჩინა დაგვანახა ჩვენ იმისათვის რომ გამტკიცებულიყო ჩვენი სარწმუნოება რომ ჩვენ გვეხილა სასწაული ღვთისა ათეიზმისა და ღვთის დევნის ქრისტეს სახელის დევნის აწლეულობის შემდგომ და აი ამ ეპოქაში ღმერთის უარყოფისა გამიწიერებისა ეკლესიის ქრისტიანული აი ამ ეპოქაში ეს ადამიანები არიან მნათობები ჩვენ გვინათებენ ძალიან მარტივად უბრალოდ მივდივართ მათ და ვევედრებით თხოვთ ისინი ყველასთან ახლოს არიან ისინი არ არიან შორეული საუკუნეებიდან ბოსულები და თქვათ იმ ძველი ქართული ენით არ გვესაუბრებიან ჩვენ გვესაუბრებიან იმ ენით რომელიც ჩვენთვის იყო გასაგები მამა გაბრიელი იმენაზე ისე გვესაუბრებოდა რომელიც ამ დროის ადამიანებისათვის იყო გასაგები და მისაღები მადლობა ღმერთს თავისი დიდი წყალობისათვის რომელიც გვპატრონობს ჩვენ ამგვარად და გვწევს რომ წმინდანთა შეწევნითა და პატრონობით და ლოცვით ჩვენ შევძლებთ რომ გადავლახოთ ძიმე ჟამი
და საცდური დღევანდელობისა. და დავრჩეთ ღვთის ერთგულ ერად, რომელმაც 1700 წლის წინ მიიღო მირონცხება და ზეციური მადლი და გახდა ერი ქრისტიანი, გახდა ერთგული ქრისტესი. მეთმა შეგვაძლებინოს ეს ერთგულება ქრისტესი, ვიდრე მეორედ მოსვლამდე ქართველ ერს. ამინ.